ჩვენ ვიცით, რომ ტაროს პირველი უმაღლესი არკანი იწყება The Magician. მაგით, ხო? აი ესეთი ვარიანტი მაქვს ახლა თქვენთვის შემოთავაზებული. სხვადასხვა დასტას აქვს სხვადასხვა სიმბოლო, გამოსახულება, სურათი, ნახატი, მაგრამ ვიცით რაიდერის სისტემით, მივყვებით, რას ნიშნავს. მთლიანობაში პირველი არკანი, უმაღლესი, მაგი. პირველ რიგში ეს არის მოქმედება. ეს არის ადამიანი ახალგაზრდა. არ აქვს სქესის მნიშვნელობა მამაკაცია, დედაკაცია, რომელიც არის ენერგიული, მოქმედებს, არიხევს უკან, ნუმეროლოგიურად ციფრი 1 არის აქტიურობის მიზანმიმართული, აქვს თავისი მიზნები, თავისი ასე ვთქვათ, შეხედულებები ამაზე, იმაზე, მაგრამ აი მიზანმიმართულად აქვს, რომ იტყვიან მისი გამოწვევა, რომ დაიმკვიდროს თავის თავი. თან არ იხევს უკან, მზად არის ყველაფერზე წავიდეს, რათა მიაღწიოს თავის მიზანს, ფლობს 4-ვე სტიქიას. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ახლა თვითონ გამოსახულებას, ნახეთ, სიმბოლოებს. უსასრულობის ნიშანი, რომელიც ზემოთ არის მოცემული, რას ნიშნავს? სამყაროსთან შეერთება. ზემოთ აწეული ხელი შეერთებულია ზეცასთან და მიწასთან, ანუ რაც ზემოთაა, ის ქვემოთაა. ეს არის გნოსტიციზმის პირველი კანონი. ანუ მე მაქვს კავშირი, როგორც ზემოთ, ისე ქვემოთ სტრუქტურებთან და ვიცავ ბალანსს. თასი არის წყლის სტიქია და გრძნობებზეა დამოკიდებული. უდევს პენტაკლი, ანუ ამ შემთხვევაში მიწის სტიქია და კვერთხი, ასევე ხმალიც. ცეცხლის სტიქია კვერთხი და ხმალი არის ჰაერის სტიქია. სანთელი ანთებული ნიშნავს, რომ გონება ნათელი აქვს, ზუსტად და კონკრეტულად იცის რა უნდა მას. ეს არის, ორიგინალი, ასე ვთქვათ, კლასიკური. აი ეს არის ჰარმონი. აქ ნახეთ როგორ არის და Magician გამოსახული. შორს იყურება. თუმცა დგას აი ესე მობრუნებული წყლის სტიქია, ანუ ემოციურად დაბალანსებული, მაგრამ არჩევანის წინაშეა, იქი წავიდეს თუ აქ წავიდეს. მას მართავს აქ პლანეტა მზე ამ შემთხვევაში, ხო? და ეს, შეიძლება სიმბოლოებით მივხვდეთ ჩვენ იმას, რომ ეს პერსონაჟი ამ შემთხვევაში მოქმედებს, მაგრამ ჯერ აკვირდება. ვნახოთ ახლა განვიხილოთ მესამე ესეთი დასტა, რომელიც არის The Witch's Garden Tarot Card, საშა გრეჰემი, ეს ტაროს დასტა არის შექმნილი, აქ გამოსახულია ქალი, ხო? The Magician არის ქალი. არ იცვლება მნიშვნელობა ერთი და იგივეა, მაგრამ ნახეთ თვითონ შემქმნელია ქალი და ამიტომ ეს დასტა შექმნა ქალის ფიგურობით, თუმცა მნიშვნელობა ერთი და იგივე აქვს. აქ დაუყენა შავი კატაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტუიცია აქვს ძლიერი. ამასაც ზემოთ აქვს ხელი აწეული, მავედრებელი ფორმა, ქვემოთ აქვს ხელი ჩამოშვებული, აბელანსებს, მაგრამ მართავს. მას აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა, ასევე გამოსახულია ყვავილები, ტყე, ბალახი, რაც მიმანიშნებელია იმაზე, რომ იცის, ასე ვთქვათ, ბალახ-ბულახის ამბები, თვითონ მისი დასტის სახელიდან გამომდინარე, ხო? The Witch's Garden Tarot Card, ესე იგი ტრავნიცა, როგორ არის? კურნალი ქართულად, მოკლედ. აქაც, ეს ქალი, ნახე, ამ შემთხვევაში ქალი, მაგრამ მნიშვნელობა ერთი და იგივეა. ძალიან ბრძენია, არის ბუნების ძალებთან შეერთებული, სამყაროს ძალებთან. ეს კარტი რო ამოდის, მე მაგალითად ძალიან ჩემი
გამოცდილები ძალიან დადებითად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ აქ ამ შემთხვევაში გეუბნება პირველი არკანი, იმოქმედე. შენ გაქვს ძალაუფლება, შენს ხელშია ყველაფერი, შენ შეგიძლია მოქმედება, ანუ შენ ფაქტიურად ფლობ უკვე სიტყვის ძალასაც, აქ არის მენტალური ძალაც, ანუ ამ შემთხვევაში მეტაფიზიკა, წარმოსახვა, თუმცა ნახე, დამწყებია მისი, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ორიგინალი რაიდერში არის ახალგაზრდა. ანუ ჯერ დიდი გამოცდილება არა აქვს, ესეც უნდა გავითვალისწინოთ. თან შეუძლია რომ მანიპულაცია გააკეთოს, ანუ ადამიანებზე მანიპულატორია, გესმით? მე საერთოდ ვკითხულობ ყოველთვის პირდაპირ, იმიტომ რომ არ მჭირდება ამოტრიალებული. თუ უარყოფითია, პირდაპირაც ამოვა. და მერე პრაქტიკაში გამოცდილება გაჩვენებთ, რომ შეძლებთ უკვე გაარჩიოთ. დადებით კონტექსტშია, თუ უარყოფით კონტექსტში, მაგრამ პირველი რაც ყველაზე მეტად კარგს უყვარს, ეს არის კონკრეტიკა. ანუ ზუსტად კონკრეტულად უნდა დაუსვა კითხვა, რომ კონკრეტულად გიპასუხოს და არ იყოს არეულობა, ხო? ნახეთ, ეს არის პირველი უმაღლესი არკანი და მეჯიკან, მე ხა მაგალითად უბრალოდ გაჩვენეთ, კლასიკური ესეთია და არის უამრავი დასტები, სადაც სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ანუ იმ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე სიუჟეტი, ანუ რას გადმოსცემს, ნახე? აქაც ვერ გაარჩევ ქალია თუ კაცია, მაგრამ მნიშვნელობა ხო ვიცით, იმოქმედე წინ, შენ შეძლებ, ყველაფერს გააკეთებ, მიდი, ანუ სამყარო შენ მხარეს არის, ემოციები, ანუ ნახე, ემოციები უნდა დააბალანსო და არჩევანის წინაშე თვითონ სამყარო გაძლევს, აქაც ნახე, შეერთება ბუნებასთან, ბუნების ძალებთან, ინტუიცია ძლიერი და ბრძენი ქალი, რომელსაც შეუძლია თან გაანკურნოს. ანუ ამ შემთხვევაში კეთილია ეს. ნახე, მწვანე ფერის პალიტრა, მწვანე საერთოდ დამამშვიდებელია და ასოცირდება, რა თქმა უნდა, ბუნებასთან, ტყესთან, ბალახებთან, ყვავილებთან. აქაც არის ყვავილები. აქაც კლასიკურში, მაგრამ ნახეთ, ვარდებია. ვარდები საერთოდ სიწმინდის და სიყვარულის მანიშნებელი. ანუ ამ შემთხვევაში მე სავსე ვარ ენერგიით და სიყვარულით, რომ დავიპყრო, რომ გავაკეთო, ანუ თან მაგიას აკეთებს პირველი, ნახე? კლასიკური. მაგიას აკეთებს. ანუ ტარო არის ისეთი სისტემა, სადაც ამოუწურავი ინფორმაცია მოდის, ეს არის სამყაროს ენა, როგორც სიმბოლიკაა აუცილებელი, ასევე რიცხვები, ასევე დეტალები. კიდევ ერთხელ ვიძახი კლასიკური რაიდერით, ვიცით, მნიშვნელობა, ხო? რომ კითხულობ, თქვათ, იგივე, რომ მოყვება ბროშურა იმ თავის ინსტრუქციაში, მაგრამ მარტო ინსტრუქცია არ არის, ტარო არის შენი ინდივიდუალური, შენი გამოცდილებით, შენი პრაქტიკით და ძალიან ბევრი აი შენეული უნდა გახდეს. ის კი არა, რომ როგორც ინსტრუქციაში წერია, კი ვიცით ინსტრუქციაში რა წერია, მაგრამ შენი გამოცდილებიდან, შენი დაპრაქტიკებული, შენ უკვე უნდა გქონდეს გარკვეული ცოდნა, პრაქტიკა იმისა, რომ თქვა, რას ნიშნავს მაგალითად მაგი. ჩემთვის დადებითია, იმიტომ რომ ყველანაირად დადებით პასუხს მაძლევს. მეუბნება იმოქმედე, წინ წადი, შენ შეძლებ, თითქოს იმედსაც მაძლევს, რომ გამოგივა. მთავარია შენ მოინდომო, ანუ შენ უნდა გადადგან აბიჯი, შენ უნდა მოინდომო, შენ უნდა გინდოდეს. ის არის სიმბოლო, ეს არის პროგრამირება, ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენ თუ გვინდა, ჩვენ მივაღწევთ, ნახე? თუ მინდა მე ახალგაზრდა ბიჭი გავხდები, თუ მინდა მე აგერ აი ესეთი ბუნებასთან, ბალახებთან, იგივე მცენარეებთან, ყვავილებთან ახლოს მდგომი მე კონტაქტე, აი ესეთი
კეთილი ჯადოქარი გავხდები, ნათელი ფერია, შევძლებ განკურნო, შევძლებ გავიგო სამყაროს ენა. ვესაუბრო სამყაროს, იმიტომ რომ აქ უკვე მე ვსაუბრობ სამყაროსთან. ნახე, სამყაროს ძალები მიცავენ, მე უკვე აქ, აი ამ გამოსახულებით, აი ამ ფიგურებით. მე უკვე ვკონტაქტობ და ვიცავ ბალანსს, მე მოვედი რომ ბალანსი დავიცვა. ჩემი მისია ეს არის, კი, მომცეს საშუალება რომ 4-ვე სტიქია ვაკონტროლო და მეხუთე ვარ მე თვითონ ეთერი, ანუ ჩემი სიტყვა, რომელიც მატერიალიზდება. ამ შემთხვევაში, აი აქ კითხულობ მე ამას. აქაც არის ეს გადმოცემული, მაგრამ აქ დამწყებია. აქ უკვე აკეთებს თავის საქმეს, აქ მაინც ჰარმონიის დასტაა და ამიტომ ჰარმონიას იცავს. აქაც უფრო ბალანსია საუბარი. და უყურებს ჯერ, ანუ არ დაარღვიოს ბალანსი, ნახე, აი ამ დასტაში ეს იკითხება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, აზრი ხო ერთია, ინსტრუქციით ვიცით, მაგი რასაც ნიშნავს, მაგრამ დასტების მიხედვით სხვადასხვაა. ანუ უნდა კონდეს გამოცდილება, უნდა კონდეს ცოდნა, უნდა კონდეს ინტუიცია, დაპრაქტიკებული, ნამუშევარი, გავლილი თითოეული არკანი შენ თავზე, ხო? რომ მერე შენიდან, შენი პრაქტიკიდან, შენი გამოცდილებიდან, შენი ინტუიციიდან და ასევე ინსტრუქციიდანაც გადასცე ეს ცოდნა, ხო? ამიტომ ტარო არის ამოუწურავი ინფორმაცია. კიდევ ერთხელ ვიძახი, ძალიან ბევრი დასტაა. ყველა შექმნელს თავისი ინსპირაცია აქვს ჩადებული. მასში გინდა ფერებით, გინდა სიმბოლიკით, გინდა მნიშვნელობებით. ერთს ნიშნავს კი კლასიკურ რაიდერში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, ყველა შემქმნელს აქვს თავისი ინსპირაცია, ხო? თავის მუზა, რაც ჩადო იმ თითოეულ არკანში. და აი ესეთი ახსნა არის ჯერჯერობით ეს. როცა ამოგივათ მაგი, ნიშნავს იმოქმედე, ნიშნავს შენ გაგძალა, ნიშნავს დადებითია, როცა ერთ კარტს იღებ და ეკითხები, როგორი დღე მექნება და ამოგდის მაგი, ნიშნავს იმოქმედე, ყველაფერი კარგად იქნება შენ ხელში, შენ მართავ შენ ცხოვრებას და როგორც შენ გადაწყვიტავ, როგორც შენ, ასე ვთქვათ, მოიხმარ ამ შენ სიბრძნეს, ცოდნას, გამოცდილებას, ისე იქნება, ანუ ძალგიც გააკეთო. თუ ეკითხები რამე კონკრეტულს, მაგალითად, გამოცდა შავაბარებ დადებითია პასუხი. ხო? სამსახურს ვიშოვი დადებითია პასუხი. აი, გესმით, ფართო ასორტიმენტია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, თქვენ უნდა გქონდეთ შეხება, თქვენ უნდა გქონდეთ მასთან დასტებთან კონტაქტი, იმიტომ რომ ყველა დასტას აქვს თავისი ენა. მასში დევს იმ შემქმნელის, ხო? ვინც შექმნა იმის სული, რაღაცნაირად ენერგეტიკულად და შენ შეიძლება კი მაგი ამოგივიდეს იქ უკვე მერე, როცა დიდი გაშლებია. მაგრამ აბსოლუტურად სხვა რამეს გეუბნებოდეს და იქამდე ჯერ უნდა იპრაქტიკო და იმუშაო და ისწავლო. და რაც თავარია, ინტუიცია გაიძლიერო.